ხო, ჩემი აზრით სპონტანური საგანგებო შეხვედრა პრესკაფეში სტუდენტები არიან მოწვეულები და თავად სტუდენტები აკეთებენ განცხადებას შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით და მე მინდა გავიხსენო ჩემს მოდერაციას დავიწყებ იქედან, რომ 19 სექტემბერს მას შემდეგ, რაც ტელეეკრანებიდან უჩვენეს ის შემზარავი კადრები, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გამოთქვეს პროტესტი და ისინი გამოვიდნენ ქუჩაში და არა მხოლოდ ქუჩაში, ისინი დაადგნენ ბათუმის უნივერსიტეტის შენობის წინ და ლოზუნგები იყო მათი ასეთი არა აწამო და არა ძალადობას. სოციალურ ქსელებში დაიდო სტატუსები შეიძლება ასე ითქვას ძალიან მალე, რომ ეს იყო ყველაზე ხალხმრავალი და ერთ-ერთი ხალხმრავალი მიტინგი მას შემდეგ, რაც ბათუმ აჭარაში მოხდა ბარდების რევოლუცია, ანუ 2004 წლის მაისის შემდეგ ეს იყო ყველაზე ხალხმრავალი აქცია. რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდენტებს ეყოთ ძალა, ეყოთ შესაძლებლობა და ეყოთ სოლიდარობა იმისთვის, რომ გამოეთქვათ ეს პროტესტი. ამ აქციის ორგანიზატორები, როგორც აღნიშნე, იყვნენ თავად სტუდენტები, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტები, თუმცა მათ შეუერთდათ ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები, აქ იყვნენ ასევე ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტებიც და მაგრამ ბირთვი ძირითადად, როგორც მე გავიგე, როგორც ჟურნალისტმა, იყო მაინც ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები. უნივერსიტეტის სტუდენტები მეორე დღესაც შეიკრიბნენ, მათთან ერთად ამ აქციას შეუერთდა ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები, მათთან გამოვიდა ბათუმის უნივერსიტეტის რექტორი ალიოშა ბაკურიძე და რამდენადაც ჩემთვის გახდა ცნობილი, აკადემიურმა საბჭომ მიიღო განცხადება და ამ განცხადებაში ეწერა თვალნათლი, რომ ისინი ყველა შემადგენელი ნაწილი უნივერსიტეტის აპროტესტებდა იმას და იყო შეურაცხყოფილი იმ ფაქტით, რაც ხდებოდა საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში. სტუდენტები ამბობენ, აქ მყოფი სტუდენტები ამბობენ, რომ ისინი გეგმავენ კვლავ ასეთ შეკრებას, მათ სურთ ისევ შეხვდნენ თავიანთ თანამოაზრეებს და გამოთქვან კიდევ ერთხელ პროტესტი იმის მიმართ, რაც საქართველოში ხდება. მე ხა მიმართავ სტუდენტებს, მათ უნდათ თქვა თავიანთ სათქმელი, უნდათ თქვა, რომ რა ხდება, რა მოხდება ხვალ თქვა ბათუმის უნივერსიტეტში, ამის შესახებ რა ვიცი, რომელი იტყვის, გოჩა იტყვის ალბათ. წარმოგიდგენთ თქვენი თავით შეიძლება. რიგში მივესალმები საზოგადოებას, მე ვარ გოჩა სურგულაძე, სტრიგიტის სტუდენტი. მე მინდა განცხადება გავაკეთო წინა დღეთან დაკავშირებით, ჩვენ როდესაც უნდა გავიგეთ იმ ფაქტთან დაკავშირებით თუ რა ხდებოდა ციხეებში, საერთოდ აღმაშფოთებელი და შემაცმუნებელი იყო ის კადრები, რაც ტელევიზიებმა აჩვენა. ანუ სტუდენტებმა ინიციირება გამოვიჩინეთ, რომ ერთიანი პროტესტით გაგვეხმაურებინა საზოგადოებისთვის ეს ფაქტი. პირველ რიგში სტუდენტებმა არც კი იცოდნენ თუ რა ხდებოდა ქვეყანაში, ან შექმნილი სიტუაცია, როგორც თბილისში, როგორც ქუთაისში, როგორც გორში და ასე შემდეგ ყველა ქალაქში სტუდენტები შეიკრიბნენ, რათა გაეპროტესტებინათ ეს ფაქტი. ჩვენც ინიციირება გამოვიჩინეთ, მოგვეწოდებინა სტუდენტებისთვის, რომლებიც გახლავთ სახელმწიფოს სისხლი და სულის ჩამდგმელი სამართლიანობისთვის და სახელმწიფოებრიობისთვის, რომ გამოსულიყავით და ჩვენი პროტესტი დაგვეფიქსირებინა. რაც შეეხება ფაქტს, ციხეებში მომხდარი, ჩვენ მინდა სრული სიღრმისეულად განვაცხადოთ, რომ ეს არ გახლავთ მხოლოდ რომელიმე ადამიანის, რომელიმე პარტიის, რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის და ასე შემდეგ, არა მარტო მთავრობის, არამედ ყველა ქართველის და ქართველიერის სულ ბოდიში ცენზურისთვის და სულში ჩაფურთხების, არა როგორ თქვა, ანუ ასეთი ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა არსად, ფართო მასშტაბით. ანუ პატიმრების გატეხვას ცდილობდნენ არაადამიანურად, ეს დაუშვებელი ფაქტია. რაც შეეხება ჩვენს მიზნებს, ეს ჩვენი მიზანი გახლავთ, რომ სამართლებრივად გასამართლეს ყველა დამნაშავე, როგორც შემსრულებლები, ასევე დამკვეთები, ყველა საუბრობს იმაზე, რომ შემსრულებლები 11 ადამიანი, რომელიც პირადად ზემოქმედება, ანუ შემსრულებლის როლში იყო და დაპატიმრებულია, ისინი სამართლებრივად მათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არის დამდგარი, მაგრამ ჩვენ მოვითხოვთ როგორც შემსრულებლის, ასევე დამკვეთების. შესაძლებელია ისინი გაიქცნენ ან წავიდნენ სადმე, ამიტომ უმჯობესია პირველ რიგში გადარდეს ღონისძიებები ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ჩვენს ხვალინდელ აქციას პირველ საათზე, ეს გახლავთ მოწოდება ყველა სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ჩვენ არ გავჩუმდებით, ჩვენ არ შევჩერდებით, მოუწოდებთ სამოქალაქო საზოგადოებას და მთელს სახელმწიფოს, ასე რომ ვთქვათ,
ბათუმს აჭარას პირველ რიგში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ პირველ საათზე შემოგვიერთეს. მე მინდა განვაცხადო ის ფაქტიც, თუ რატო ამდენი სტუდენტი ხალხი საუბრობს იმაზეც, რომ ასეთი აქცია არ ყოფილა 2003-2004 წლამდე, ანუ 4 წლის შემდგომ, მაგრამ ეს უნდა აღნიშნოთ იმის, რომ სტუდენტები არიან დაშინებული, ანუ 2007 წელს, როდესაც მოხდა დარბევა სტუდენტების შევარდნეს სპეცნაზი, ანუ ძალოვნების შევარდნა ლექციებზე დაარბიეს, ძალიან შემზარავი ფაქტებიც კი მოხდა. ამის შემდგომ სტუდენტობა დაიბოღმა, ასე რომ თქვა, დაგროვდა ის ძალა მუხტი დაგროვდა, რომ ერთ დღეს ამოემთხე და აფეთქებული იყო, ანუ ყველა გამოვიდა გარეთ. რაც შეეხება ადმინისტრაციის და სხვა ადამიანთა განცხადებას, რომ ჩვენ ლექციები ჩავშალეთ, ჩვენ რაღაცა არაწესიერ მოვიქეცეთ, მე მინდა მათ განუცხადო, რომ სად იყვნენ, როდესაც სპეცნაზი შევარდა, ძალოვნების შევარდნა უნივერსიტეტში და სტუდენტებს სცემდნენ. მეორე ისეთი ფაქტი არის გაუხმაურებელი, რომელმაც ანუ შემზარავად იმოქმედა სტუდენტებში და ასევე სამოქალაქო საზოგადოებაში. უბრალოდ არ შეიძლება იმის ხაზგასმით თქმა, რომ ჩვენ სტუდენტებმა რაიმე დანაშაული ჩავედინეთ. ჩვენ გადავედით უნივერსიტეტის წინ, ვთხოვეთ ლექტორებს, ადმინისტრაციის წევრებს, სტუდენტებს, რომ გადმოყოლოთ. ანუ ჩვენ როდესაც გადავედით, არავინ არ გადმოსულა არც ერთი ადმინისტრაციის წევრი, არანაირ სოლიდარობას არ უთქვამთ, არც უთქვამთ, რომ თქვა, ჩვენ გვაწუხებს ეს პრობლემა, ან ჩვენ არ გვაწუხებს ეს პრობლემა, ანუ მიგვატოვეს, ჩვენ არავინ არ გადმოყვა, არავინ პასუხი არ გაქვს. როდესაც ჩვენ მოგვიწოდებდნენ ისეთ ლექციებზე, ისეთ შეხვედრებზე წავსულიყავით, სადაც ჩვენ აზრზეც კი არ ვიყავით, თუ რა ტარდებოდა, რა ღონისძიება იმართებოდა და უმეტეს შემთხვევაში ანუ მოსაწყენიც კი გახდათ და ჩვენ უკან ბრუნდებოდით, ანუ გარეთ ბრუნდებოდით. რაც შეეხება ახლა ადმინისტრაციის განცხადებას, ჩვენ არანაირი სამართლებრივი დარღვევა არ გაგვიკეთებია, იმას კიდევ გავიმეორებთ ამას, იმიტომ რომ არ შეიძლება ხაზგასმით რაიმე საუბარი, როდესაც დამნაშავე გესაუბრება და ბრალს გადებს პირიქით, თქვენ ხართ დამნაშავე, არ შეიძლება ამის გაკეთება. რაც შეეხება ახლა ჩვენს მოქმედებას ჩარჩოებში, ჩვენ დავასრულებთ ხვალე აქციების მუხტს, მაგრამ გაფრთხილებას მივცემთ არჩევნების შემდგომ. უნდა დაისაჯოს ყველა დამნაშავე. ნებისმიერი პარტია, თუნდაც მმართველი ხელისუფლება, თუნდაც სხვა პარტიები ხელისუფლებაში მოსვლისას უნდა დააფიქსიროს და ხაზგასმით უნდა თქვა, ვინ უნდა დაისაჯოს, ვინ არის დამნაშავე და საზოგადოებისთვის ყველაფერი უნდა იყოს ცნობილი. დიდი მადლობა. ხო, მე გავიხსენებ ახლა თბილისში მიმდინარე მსგავსი მოვლენების დროს და მსგავსი საპროტესტო აქციების ფონად დაყვება ერთი ასეთი ფრაზა, რომ პოლიტიკური პარტიების შემოერთებისად უარს აცხადებენ. ძირითადად სტუდენტები ამბობენ, რომ ცისფერმაისურიანი, მით უმეტეს თეთრი და წითელმაისურიანი ადამიანები მოვიდნენ, გამოჩნდეს დროშები. თქვენ აპირებთ თუ არა დისტანცირებას პოლიტიკური პარტიების მიმართ და როგორია თქვენი დამოკიდებულება? თუ კი თქვათ ამ აქციაზე, ამ საპროტესტო აქციაზე გამოჩნდება რომელიმე პოლიტიკური პირი ან პოლიტიკური ძალა. ბევრი იყო შემთხვევა, ლევან დუაძე მესაუბრება. იყო ბევრი შემთხვევა, როდესაც მოვიდნენ სხვადასხვა ოპოზიციური და არა მარტო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, უნდათ ჩვენს გვერდში დამდგარი იყვნენ, თუმცა გასაგებად უთხარით, რომ თუ გინდათ და თუ გტივათ ჩვენთან ერთად, წარმოადგინეთ საკუთარი თავი, ილაპარაკეთ საკუთარი სახელით და არა რომელიმე იურიდიული პირის ან რომელიმე ორგანიზაციის სახელით. რასაც არავით არის აგრესია არ მოხოლია, მათ გაიგენ ჩვენ რასაც გულისხმობდით, შეიცვალეს მაისურები და დაგვიდნენ ისევ გვერდში ყოველგვარი პარტიული დროშების გარეშე. ეს პირველ რიგში ემსახურება იმას, რომ ეს არის სტუდენტების აქცია, ეს არის სამოქალაქო საზოგადოების აქცია, ეს არის ქართველი ხალხის აქცია და ამას აქ არ არის იმის დრო, რომ რომელიღაცა პარტიამ პიარი იკეთოს, როდესაც ასეთი საშინელება ხდება ჩვენს ქვეყანაში, აქ პიარის და ასეთ რაღაცებზე ფიქრის დრო ნამდვილად ძალიან შემზარავი იქნებოდა, ასეთ დროს ჩვენ ამას ფიქრობთ და სწორედ ამას ემსახურება ეს ყველაფერი. და ვისაც უნდა რომ მოვიდეს და აქციაზე გვერდზე დაგვიდგეს, ჩვენ კონკრეტულად პირებს არავის არ ვლოკავთ, იყოს პოლიტიკოსი, ოღონდ მოვა თავის პარტიის გასაპიარებლად და თავის პარტიული რაიმე ნიშანი არ უნდა შეიმჩნეოდეს მას. მედნართან მაგ ესეთი კითხვა, საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ მსგავსი ქმედებები ხდება ევროპულ და ამერიკულ ციხეებში თითქმის ყველა მეორე დღეს და ისიც აღნიშნა, რომ ჩვენ სენსიტიურად განვიხილავთ ამ საკითხს და თან
მოხსენით ორი მინისტრი და გადავაყენეთ ორი მინისტრი. მე მახსოვს პირველ აქციაზე, როდესაც პირველ აქციაზე იყო უფრო მეტად ჰუმანური ლოზუნგები, ეს იყო არაძალადობა, არადამო და ასე შემდეგ. მერე უკვე გაჩნდა მოთხოვნა, რომ უნდა გადადგეს თქვათ მინისტრი დაისაჯოს ბაჩუ ახალაია. თქვენი ხვალინდელი შეხვედრის მიზანი რა იქნება მთავარი ლოზუნგი და კიდე გოჩა მახსენა რომ აპირებთ ხვალ იქნება ბოლო საპროტესტო აქცია არჩევნებამდე. თქვენ რა პასუხი გაქვთ ამასთან დაკავშირებით? რა იქნება თქვენი მთავარი მოთხოვნა ხვალ? მოგესალმებით პირველ რიგში, მინდა ჯერ პატრ განცხადებას გავაკეთებ ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით. მოუწოდებ მთელ მოსახლეობას, ბათუმელებს, რიგით სტუდენტებს, მოსწავლეებს გამოვიდნენ, დაგვიდგნენ გვერდით. ვისაც ოდნავ მაინც პროტესტის გრძნობა გააჩნია, ვისაც სული გააჩნია, ვისაც ტკივა დღევანდელი რეალობა, დაგვიგეთ გვერდით, გავაპროტესტოთ ერთად. დღევანდელი ხვალინდელი ჩვენი ძირითადი მიზანი არის, რომ დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობდა ამ საზარელ ფაქტში, დაისაჯოს ყველა ის მაღალ ჩინოვნიკი, ვინც უშუალოდ დავალებას აძლევდა ამ ფაქტის განსახორციელებლად და მიზანი კიდევ არის, რა თქმა უნდა, რომ ჩვენ ამით ვაცხადეთ, რომ ბათუმს არ ძინავს, ბათუმს გვიძავს და ჩვენ ეს გვტკივა ეს ყველაფერი და ჩვენ შევქმნით იმ მუხტს არჩევნების შემდეგ, თუ არ ჩატარდება, რა თქმა უნდა, რეალურად არ იქნება გაშუქებული ეს ყველაფერი, ისევ გვიძავს ბათუმს და ისევ იქნება ეს ყველაფერი ჩვენი ორგანიზებით და ჩვენი ხელშეწყობით. თუ კი თქვათ იქნება ესეთი ფაქტი მოხდება, რომ ბათუმის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გეტყვით უარს ამ ღონისძიების ჩასატარებად. ამ შემთხვევაში თქვენი ქმედება რა იქნება, თქვენ როგორ მოიქცევით? პირველ რიგში მე მინდა მიმართო ყველას, ვინც ფიქრობს საერთოდ ზოგადად უარის თქმაზე. ჩვენ გუშინ აღვნიშნეთ, მე როგორც გავიგე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ან ადმინისტრაცია ზეიმობდა ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გაახსნას. ჩვენ გავაკეთეთ ამის საპირისპიროდ აქცია, გავუკეთეთ და სირცხვილის აქცია, რასაც ქვია ჩუმი აქცია, იმიტომ რომ პატრიარქმა, როგორც გავიგე, პატრიარქმა განაცხადა, რომ სიმშვიდისკენ მოგვიწოდა, განაცხადა, რომ ცოტა დავთმოთ, შევჩერდეთ პატარა, იმიტომ რომ არ მოხდეს არეულობა არჩევნებამდე, მაგრამ მათ გადაწყვეტეს, რომ ეზეიმათ. მე მინდა უთხრა ჩვენს ადმინისტრაციას, თუ აპირებთ რაიმე ღონისძიების გაკეთებას, ეს არ უნდა იყოს ზეიმი, ეს უნდა იყოს ტირილი, იმიტომ რომ მთელი საქართველოს ტირის და უნდა ვიდიოთ ჩვენ, რაც შეეხება წაღან ევროპაზე იყო საუბარი, ასე ფართო მასშტაბურად არც ევროპაში მომხდარა და არც განუვითარებელ ქვეყნებშია. საქართველოს როგორც გავიგე, არის დემოკრატიული, განვითარებული და სამართლიანი ქვეყანა, მაგრამ როდესაც ასეთი ფაქტები ჩნდება საერთოდ არხებზე და საერთოდ ზოგადად სახელმწიფოში, ეს არის შემზარავი. ანუ ქართველმა ერმა უნდა იტიროს, თუ გვეზეიმება, როდესაც დავიჭერთ ბოლო დამნაშავეს, ერთად ვიზეიმოთ, ერთად გავხსნათ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ერთად გავხსნათ სხვადასხვა უნივერსიტეტები, სადაც მართლა რეალურად იქნება ჯანსაღი მუხტი და ჯანსაღი ძალა. ვიზეიმოთ ერთად. და ჩვენი პროტესტი რამაც უფრო გააძლიერა იყო ის ფაქტი, რომ გუშინ როდესაც ეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იხსნებოდა, ვაჭარლებისთვის ეს მე მგონი ყველაზე უსატკივარი უნდა იყოს და გუშინ გაგიჟებულები ვიყავით და არ შეგვეძლო მოკლედ სიტყვები არ ყოფნის, როდესაც საქართველოს მთავარსარდალმა, საქართველოს პრეზიდენტმა პირველმა პირად ჩვენი ეროვნული გმირი მემედ აბაშიძე სამასხაროდ გახადა და ამაზე ჩვენი უნივერსიტეტის ლექტორები, მათ შორის ისტორიკოსები სტაჟს უკრავდნენ ამ ყველაფერს და მე მინდა მათ ვკითხოთ, თუ ხელფასის გარდა ამ ცხოვრებაში არაფერი აღარ დარჩათ მათ საბრძოლველად და ასე უსამართლობას როდემდე უკრან ტაშში და ეს მათი გადასაწყვეტი არაა, როდემდე დაუკრავენ ტაშს, ამას ჩვენ თვითონ სტუდენტები გადავწყვეტთ და ჩვენ ვიტყვით ჩვენს სიტყვას. მე მინდა შევახსენო სტუდენტებს, რომლებიც გვესწრებიან, იქნებ მათ აქვთ სათქმელი შეკითხვა ან რამე უნდა თაზრის გაზიარება, ან კომენტარის გაკეთება, შეუძლიათ ჩაერთონ ამ დისკუსიაში. აქვე გავაკეთებდი, ვიტყოდი ამას, რომ ხვალ გუშინდელ პრეზიდენტთან შეხვედრაზე უნივერსიტეტის თვითმმართველობამ წაიყვანა სტუდენტები, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში მოტყუებით. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ უთხრეს სტუდენტებს, რომ ჩაგიტარდებათ მასტერკლასები, ჩაგიტარდებათ ლექციები და პრეზიდენტთან შეხვედრა იყო პროფესორები არის ჩამოსული და ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ გუშინ ჩვენი უნივერსიტეტის კარი იყო დაკეტილი. მივედით, ვთხოვეთ, რომ ბიბლიოთეკაში მაინც შეგვისვისო და არავინ არ შეგვიშვა და იქ მისულ სტუდენტებს უწოდებდნენ, რომ წასულიყვნენ ამ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ეგრეთ წოდებულ ლექციებზე. და ვინც იყო იქ სტუდენტი მისული, აბსოლუტურად არც ერთი თავისნებით არ იყო, იყვნენ მოტყუებით მისულები თვითმმართველობის მიერ განხორციელებული და სტუდენტთა უმრავლესობა გუშინ ვიდექით საპროტესტო აქციაზე
ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წინ და მე რა ვიცი მწხველია იმ სტუდენტებისა ვინც ამ განაცხადის შემდეგ მემედაბაშიძის მიწასთან გასწორების შემდეგ ტარს უკრავდა ჩვენს პრეზიდენტს ეს არის ჩვენი სირცხული ახალგაზრდების. უნდა აღინიშნოს რომ გუშინ ამ ღონისძიებამ დაგეგმილ ღონისძიებაზე სხვადასხვა ქალაქებიდან იყვნენ ჩამოსული სტუდენტები, ბათუმის სტუდენტების დამცირე ნაწილი იყო იქ. ძალიან ცუდი რეაქცია მქონდა მე პირადად მათ მიმართ, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ჩვენ ქალაქში ხდება რაღაცა ჩვენ მოქალაქეები არ გავდივართ, რატომ ჩამოდიან და თვითონ რატომ აკეთებენ ამ ყველაფერს, ანუ ჩვენ საწინააღმდეგოდ გამოდის ეს ყველაფერი და მე მათ მოუწოდეთ ისინი სტუდენტები არიან და ჩვენ ქალაქში ასე თუ ისე ეს ქალაქი ჩვენია და ჩვენ გადავწყვეტ აქ სად რა უნდა გავხსნათ და სად რა უნდა ვიზეიმოთ და ძალიან საშიშროება რომ ორ ნაწილად არის თქვენი აზრით მაინც სტუდენტობა გაყოფილი სტუდენტობა ორ ნაწილად არ არის დაყოფილი არის სტუდენტობის ის ნაწილი რომელებსაც პარტიული მათავისი პარტიული საქმიანობა ავალებს იმის კეთებას ამას აკეთებენ არა როგორც სტუდენტები არამედ როგორც გარკვეული პარტიის წევრები ხო არ აქვს მე შეკითხვა კომენტარი ან აზრის გამოთქმა ხო არ უნდა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რომელიც ბატონო ანუ გუშინჯერ ფაქტზე მინდა გავაკეთო კომენტარი მე ვფიქრობ რომ ეს იყო სრული კრახი იმიტომ რომ შენობა რომელიც არ არის ჯერ დასრულებული არ ყავს ლექტორი არ ყავს სტუდენტი მე მგონი არ უნდა იხსნებოდეს საერთოდ და მით უმეტეს ასეთ ძიმე პერიოდში სადაც ქართველები ნამდვილად სირცხვილისგან გარეთ თავს ვერწყობთ არ მგონია რომ ასეთ დროს რაიმეს გახსნის დრო და მით უმეტეს დაუმთავრებელი შენობების და ლექტოროს უნივერსიტეტების ავის მე ვგმობ და მე ამ ადამიანებს ვერთები ნახვალინელ აქციაზე რომ თბილისში ძალიან ხშირად მესმის ხოლმე თბილისიდან როდესაც ტელეეკრანებს უყურებს სხვადასხვა დებატები მიმდინარეობს ან დისკუსიები ყოველთვის იწყება ქვეყანაში ცნობილი ავტორები ფიგურები, მსახიობები, მომღერლები, კინორეჟისორები ამბობენ რომ ეს არის სტუდენტების ძალიან დიდი დამსახურება და ეს გააკეთეს სტუდენტებმა რომ ეს მუხტი არ ჩაქრა, არ შეეგუა კიდევ ერთხელ და სტუდენტები არის ძალა რომელმაც ყველაზე მეტად გამოხატეს პროტესტი. თქვენი აზრით ბათუმში რა სიტუაცია სამოქალაქო საზოგადოება რამდენად მზად მოგეჩვენა და რამდენად მზადა იმისთვის რომ თქვენთან ერთად დადგებიან და თქვენ უკან გამოქვებიან ამ მზაობას თუ ხედავთ თქვენ და რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით პირველ რიგში რაც შეეხება ბათუმში სამოქალაქო საზოგადოებას პირველი ნაბიჯი რომელსაც საერთოდ სახელმწიფოში დგამს ეს არის სტუდენტი იმიტომ რომ სტუდენტი არის მოტივირებული პირველ რიგში მომავლისთვის სამოქალაქო საზოგადოება გვერდით უდგას ნამდვილად როგორც პოეტების სახით როგორც მწერლების სახით და ასე შემდეგ უამრავი ადამიანი დგას ჩვენს გვერდით ორგანიზაციები არასამთავრობო ორგანიზაციები და ასე შემდეგ არ შეიძლება დაკონკრეტება თუ ვინ რა დროს როგორ იდგა ჩვენს გვერდით მაგრამ უნდა ითქვას რომ ყველა დგას რაც შეეხება თლიანად ორგანიზაციულ წრეებს შესაძლებელია გამოჩნდეს პიროვნები რომელიც აკეთებენ განცხადებებს მაგრამ ისინი სტუდენტებს უდგანან გვერდით მხოლოდ უდგანან რაც შეეხება დანარჩენ სტუდენტებს ჩვენ არ გახლავართ სამი ორგანიზატორი როგორც ასეთი გამოკვეთილი ჩვენ გვყავს უამრავი ყველა სტუდენტი არის ორგანიზატორი ამ აქციების ანუ შეიძლება ითქვას რომ რომელიმე არის პატარა პოლიტიკოსი, პატარა ამბიციური პიროვნება, რომელსაც უნდა დიდი ნაბიჯები გადადგას პოლიტიკაში, ეს ასე არ არის, ჩვენ გვსურს სამართლიანობა და სამართლიანობის აღდგენა. რაც შეეხება ძალიან თვითმმართველობებზე იყო გაკეთებული, ჩვენ უბრალოდ შეიძლება ერთი განცხადება გავაკეთო, ანუ ჩვენ წუხვართ, რომ ისეთ სიტუაციაში არიან, რომ ასეთ ნაბიჯებს აკეთებენ, ეშინიათ მათაც, თვითმმართველობის წევრებსაც. მათაც არ იცოდნენ ეს ფაქტები, ალბათ სავარაუდოდ თუ იცოდნენ ძალიან ცუდები არიან თუ იცოდნენ, მაგრამ მე მჯერავს რომ არ იცოდნენ. მეცოდებათ უბრალოდ ასე მეცოდება, რომ სისტემის ნაწილი არიან და რაღაცა იძულებით რაღაცებს აკეთებენ. მე უწოდებ კიდევ ერთხელ რომ არ მოატყონ არც სტუდენტები, არც საზოგადოება და ადმინისტრაციის წევრს ვთხოვ რომ უბრალოდ შეწყდოს ძალადობა ლექტორებზე, რა ვიცი, ზეწოლა არ უნდა იყოს ლექტორებზე და სტუდენტებზე მით უმეტეს. მოგესალმებით უპირველეს ყოვლისა მე ძალიან მიხარია რომ დღეს აქ შევიკრიბეთ კიდევ ერთხელ ამ თემაზე სასაუბროთ მინდა ვთქვა რომ ბათუმელი სტუდენტები ერთად არიან
ერთმუშტად არის შეკრული ისე როგორც არასდროს. ახლა ერთად დგომა ყველაზე მეტად გმართებს. ეს არის მომენტი, როდესაც არ შეიძლება მოხდეს გარკვეული დიფერენცირება, გარკვეული ჯგუფება. ყოველთვის გამოჩნდება იგივე სტუდენტური თვითმმართველობის სახით, იგივე სხვა პარტიული ინტერესების მქონე ჯგუფების სახით ადამიანები, რომლებიც გვერდში არ დაგვიდგებიან. და კიდევ მინდა აღვნიშნო ერთი მომენტი, რომ იქ ჩვენთან იდგნენ ადამიანები, რომლებიც ფორმალურად ვითომ და გვითხრდებდნენ სოლიდარობას და უცხადებდნენ სოლიდარობას ამ ადამიანებს. ისინი უბრალოდ ვალდებულები იყვნენ თავიანთი იმიჯისთვის, გაიკეთებინათ ეს ყველაფერი. მე ძალიან არ მომეწონა, როდესაც რექტორი მხოლოდ მაშინ გამოვიდა სტუდენტების გვერდით, ისიც 5 წუთით, როდესაც სტუდენტებმა მოვითხოვეთ ეს ყველაფერი. მან განაცხადა, რომ ის სტუდენტების გვერდით არის, თუმცა 5 წუთის გასვლის შემდეგ ჩვენ რექტორისთვის თვალი არ მოგვიკრავს სამწუხაროდ ის ჩვენს გვერდით არ დგას, ჩვენ ვერ გვგზნობთ ამ ყველაფერს. მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არის დიფერენცირება ისევ და ისევ, ჩვენ მათ უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ ვართ ძალიან ძლიერები. უნდა მივცეთ მაგალითი, უნდა დავანახოთ, რომ ეს არის ჯანსაღი პროტესტი და ადრე თუ გვიან მე იმედი მაქვს, რომ ისინი თავიანთ აზრს შეიცვლიან და არ პარტიულ ინტერესებზე მაღლა თავიანთ ეროვნულ ინტერესებს დააყენებენ. ეროვნულ და მორალურ ინტერესებს დააყენებენ. დიახ. მე კიდევ ერთხელ მინდა მოუწოდო ყველა ბათუმელს, ყველა სტუდენტს, არა სტუდენტს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ხელოვანებს, ყველა ადამიანს ხვალ პირველ საათზე დაგვიდგნენ გვერდით, ერთად დავანახოთ ყველას, რომ ჩვენ ვართ ძალიან ძლიერები, რომ ჩვენ გვაქვს პროტესტის გრძნობა და არა მარტო საქართველოს მთელს მსოფლიოს დავანახოთ, რომ ჩვენ ამ ყველაფერს არ შევეგუებით და რომ ჩვენ ერთად ვდგავართ. ეს არის აბსოლუტურად მშვიდობიანი manifestacja ეს იქნება მხოლოდ იმის სადემონსტრაციოდ, რომ ჩვენ მაღალი მუხტით ვართ, ჩვენ არ გვძინავს და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში და ბოლო წლებში საერთოდ შეინიშნებოდა სტუდენტებში დაბალი სამოქალაქო აქტივიზმი. ეს არის მომენტი, როდესაც ყველა ერთად ადგა და სტუდენტებმა გაიღვიძეს. ჩვენ არ გვძინავს, ჩვენ გვიძავს და ყველაფერს თვალყურს ვადენებთ. უბრალოდ არჩევნებამდე ვფიქრობთ, სიტუაციიდან გამომდინარე, უმჯობესია, რომ შევინარჩუნოთ და არჩევნებამდე მივიტანოთ თავი. და 1 ოქტომბერს უკვე ყველა თავის არჩევანს გააკეთებს და შემდეგ უკვე სიტუაციიდან გამომდინარე ჩვენც ვიმოქმედებთ. მე მგონი თან უნდა წარმოადგენოთ, უნდა თქვა სახელი დავარ, ხო? თუ არ არის ეს თქვენი ფორმატი როგორია? მოგესალმებით, მე ვარ თამარ ბაუჟაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მეორე კურსი. მინდა დავიწყო ჩვენი პრეზიდენტის განცხადებიდან იმ დროს, როდესაც თქვა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს ასეთი რაღაცები ხდება სხვა ქვეყნებშიც. უბრალოდ ეს იმ დროს, როდესაც საუბარი მიდის, თქვა საზღვარგარეთ არსებულ სიტუაციებზე ციხეში, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რადგან ის ყველაფერი, რადგან ეს ამ პარალელის გავსება არის სრულიად უადგილო, რადგანაც ეს პარალელი არის სრულიად უადგილო. რადგანაც ქართველ მამაკაცი საქართველოში სულ სხვაგვარად იგივდება, ანუ ეს არის ქართველი ადამიანის ღირსების შელახვა, მისთვის სულში ჩაფურთხება, ანუ ეს ყველაფერი ერთი სიტყვით რო თქვა, თვალებში ნაცრის შეღრა. საერთოდ სტუდენტები ყოველთვის იყვნენ ქვეყნის წარმმართველები, ამიტომაც დღესაც იმ დროს, როდესაც უკვე 2004-2007 წლის მერე სტუდენტები არც კი გამოსულან და მიძინებული იყვნენ, ეს არის ის დრო, ის პერიოდი, როდესაც ყველა სტუდენტი ერთადგება იმისათვის, რომ დაგმოს ძალადობა, სამართლიანობა აღადგინოს ქვეყანაში. ამიტომაც სხვა პირველ საათზე ეს იქნება ერთგვარი გადამწყვეტი როლი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ერთგვარი გადაწყვეტილება იმისი, რომ ჩვენ არ გვინდა ძალადობა და ჩვენ გვინდა სამართლიანობა. ამ სამართლიანობა 1 ოქტომბერს ჩვენი მისით დაფიქსირდება არჩევნებში და მინდა მოუწოდო ყველას აბსოლუტურად გამოვიდნენ ხვალ 1 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ და 1 ოქტომბერს აბსოლუტურად ყველანი მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთონ თავთავიანთი არჩევანი იქ. მადლობთ. ხო, მეგონება ესეთი კითხვა მაინც. ახლა აპირებთ დასრულებას აი ამ საპროტესტო აქციების და მუხტის განელებას, ასე ვთქვათ. რატო იკრიბები და რატო გინდათ მაინც რომ იყოს ეს ხალხმრავალი და მოვიდეს ძალიან ბევრი ხალხი? რა არის ამის მიზეზი? თქვენ შეგიძლიათ თქვენი ჩვენ ამით მუხტს არ ვანელებთ და პირიქით მოუწოდებთ, მარტო აქციებით არაფერი არ გამოვა. ყველაფერი ხდება არჩევნებით, ეს არის ლეგიტიმური ფორმა ამ ყველაფრის და ჩვენ მოუწოდებთ არჩევნებამდე იყოს სიმშვიდე, იმიტომ რომ არჩევნებზე იყოს მთელი ყურადღება გადატანილი და არა რაღაც აქციებზე.
ჩვენ ხო მუხტს როგორც ხართ ანვალენებთ ხვალე იმისთვის ვიკრიბებთ რომ კიდევ ერთხელ ვთქვათ რომ ბათუმში მუხტი არ შენელებულა ჩვენ უბრალოდ ვემზადებით არჩევნებისთვის სადაც ჩვენ გავაკეთებთ საკუთარ არჩევანს სადაც ჩვენ მივიღებთ არჩევნებზე აი თავარი არის ეს ამ მომენტში ანუ პოზიცია რომელიც გახდათ ჩვენი მხრიდან ანუ რატო ორ შაბათს რატო ვჩერდებით ხვალისთვის ანუ პირველ რიგში მე მინდა ვთქვა რომ 2007 წელს როდესაც ეს ფაქტი დაფიქსირდა არ გაგრძელებულა ხალხის შიში იყო შეშინებული ჩვენ არ 8 ნოემბერს ხო დიახ 8 ნოემბერს ხალხი შეშინებული იყო და არ გაგრძელებულა აქციები ჩვენ ველოდებით არჩევნებს ჩვენ არ გვეშინია ჩვენ არ შევშინებით არანაირ ქმედებას ეწოლას ზემოდან ან ნებისმიერი ადამიანიდან იმიტომ რომ სამართლიანობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს შესაძლებელია ითქვას ისიც რომ ვიღაცა რაღაცა პროვოცირებით ცდილობს ჩვენს ანუ ცეცხლის მოდებას ნაპერწკალის ჩაგდებას ეს ტყუილია იმიტომ რომ მე პირადად გახდით იმ სიტუაციის შემწერ როდესაც ვიდეო ნახე ანუ ფრაგმენტები სურათი ნახე იმისა და ჩემი მეგობრები არა მარტო აქ მსთომი არამედ სხვაც გახდათ იმის მუხტი რომ ჩვენ ცარიელი ხელებით ასეთი პროტესტი გავაკეთეთ. არანაირი დაფინანსება არ შემოდის უცხო ძალებისგან, არც არასამთავრობო, არც სამთავრობო და არც ოპოზიციური ძალებისგან. ეს გახლავთ ჩვენი სუფთა ხელებით. სუფთა ჭყალებში ჯიბეებით, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ სტუდენტს ჩვენთან სამსახურში იშვიათად თუ აქვს, ანუ ხდება ეს ყველაფერი ასე. თუ დაინახავთ თქვენს, რომ შესაძლებელია ბევრმა ითქვას, რომ არაორგანიზებული, ჩვენ არაორგანიზებული არ გახლავთ ეს სრულად არაორგანიზებული სპონტანური აქციებია და ჩვენ ფინანსებიც კი არ გვაქვს. არც მოვითხოვთ ფინანსებს. თუ გაქვს პროტესტი ფინანსების გარეთ შეგიძლიათ დააფიქსირო ეს. დიდი მადლობა. კიდევ ერთი მომენტი, რასაც მინდა შევეხო, ჩვენი მთავარი მოთხოვნა, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ ეს ადამიანები მიეცნენ პასუხისგებაში და სათანადოდ იქნან დასჯილი. ამასობაში რა ხდება? ის დაჭერილი ადამიანები, მათ შეიფარდათ 4-დან 6 წლამდე, იმას რო ითვალისწინებს, ეს არის დამცირებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლით. დიახ, წამების მუხლი არ აღიძრა, რაც ჩემთვის იყო შოკის მომგვრელი. წამების მუხლით, როგორც ვიცით, 13-დან 19 წლამდე შეიფარდებათ. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ არ უსმენს სამოქალაქო საზოგადოება სტუდენტ ადამიანების მოთხოვნებს არ უსმენს ხელისუფლება. ცოტა უხერხულია მე მგონი ამ ყველაფერზე საუბარი, არ ვიცი. ხელისუფლება ძალიან არაადეკვატურად იქცევა. ის მოთხოვნა არ იქნება რომ დაიწყოს გამოძიება და დაიწყოს სათანადოდ დაისაჯონ და შესაბამისი მუხლები შეიფარდოთ ამ ადამიანებს. და შეიქმნას საზოგადოებრივი საინიციატივო ჯგუფები, რომელიც თქვა ამის გამოძიებას დაიწყებს. ეს იქნება თქვა ხვალინდელ აქციაზე გაჟღერებული თუ თქვენ უბრალოდ უბრალოდ შედეგი რომ იყვნენ დასჯილი და რა სახით და რა როგორ მიაღწევენ ამ სამართლიან შედეგს ეს ჩვენთვის უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია. ჩვენი მოთხოვნა არის რომ დაისაჯონ დამნაშავეები სათანადოდ და ჩასვან ისეთ საპრობილეებში, სადაც ჯალათები და მწვალებლები არ იქნებიან. ეგება ასე მაინც წარმოვიდგინო შიგნიდან მაინც როგორია ციხე ჯალათების გარეშე. პირველ რიგში მე მინდა ვთქვა რომ რატო 19 სექტემბერს ასე ცოტა და რატო 20-ში უფრო ბევრი და უფრო ანუ პერმანენტულად რატო გავაკეთეთ და ორშაბათს რატო უფრო მეტად გეგმავთ რომ პერმანენტული გამოვიდეს და ფართო მასშტაბიანი, იმიტომ რომ როგორც გავიგეთ, ანუ ვინც იყო ამ პროცესების წარმმართველი, ისევე მას დაავალეს ამ პროცესების აღმოფხვრა. ამან შოკში ჩააგდო მთლიანი საზოგადოება და სტუდენტები მით უმეტეს. თუ მე ვარ ანუ კვლელი, მე ჩემს თავს ვერ მოვკლავ, ან თავს ვერ მოვიკლავ. ეს არა მისაღები ჩვენთვის. ამიტომ ჩვენ ვამბობთ კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ არ ვძინავს, ჩვენ არ ვართ გონებაჩლუნგი, ჩვენ ვერ მოგვატყუებს ვერავინ. ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას. არ ვითხოვთ ისეთი ქმედებებით დასჯას მათი როგორც თვითონ აკეთებდნენ საპატიმროებში, ვითხოვთ სამართლიანად, როგორც მეგობარმა განაცხადა, ისეთი მუხლების წაყენებას, რაც ითვალისწინებს იმ ფაქტების ანუ ანალიზს და ქმედების პირდაპირ ასახვას, როგორც სურათი, ბრჭყალებში სურათი იყო და არანაირი მოტყუებული ფაქტები, რომ თუნდაც ბაჩუ ახალაია რაიმე სიტუაციაზე გამოასწორებს და აღმოფხრის, თუ მან შექმნა თოჯინები, მან ვერ გაანადგურებს იმ თოჯინებს და პირველ რიგში საკუთარ თოჯინას მეს ვერ მოკლავს, საკუთარ მეს თვითონ ვერ მოკლავს. ერთი მისის ფაქტი, რომ თვითონ გადადგა და დატოვა თავისი თანამდებობა, ძალიან სასაცილოა, იმიტომ რომ ის გადადგა შინაგან საქმეთა სამინისტროდან და არა საჯარო ახსნილების მინისტრობიდან, ხო? ჩემი აზრით ძალიან სასაცილოა და რაც არის შეღრაც კი სატირალი რო არის ასე რომ ვთქვა. მოთხოვნა არის ძირითადი რომ დაისაჯოს ის ადამიანები, კიდევ ერთხელ განმეორდები. დაისაჯოს არა მარტო ის ადამიანები, ვინც უშუალოდ მონაწილეობას ღებულობდა, დაისაჯოს ვინც დამკვეთი იყო ამ დანაშაულებისა და კიდევ ერთხელ
მეგობრებო, ბათუმლებო, გამოდით ხვალე, გამოვაცხადოთ ერთად პროტესტი, უთხრათ არა ძალადობას, უთხრათ არა სიყალბეს. ბოლო უკვე თავზე ლაფი დაგვასხეს და ჩვენი ეროვნული გმირი მე დაბაშიდეს სასაცილოდ გახადეს არ შემიძლია ამაზე ასე მშვიდად ლაპარაკი. თუ შეიძლება ერთ განცხადებასაც გავაკეთებ, ხშირად ხდება, ანუ საზოგადოებამ ჯერ კიდევ არ იცის, ბევრი მეკითხება, რომ ვინ არის მემე დაბაშიძე და აიგივე მე ასლან დაბაშიძის მამად ან ბაბუად. პირველ რიგში მემე დაბაშიძე გახლავთ საზოგადოებრივი გმირი, მე მინდა ეს საქართველოს შეიძლება ითქვას ისიც, რომ ადამიანი მე ვიყო კარგი, ჩემი შვილი იყო ცუდი, მაგრამ მე ხო ვიყავი კარგი, მე რატომ მაყენებ შეურაცხყოფას. ანუ დეგრადაცია შეიძლება მოხდეს, ამიტომ ნუ ვაიგივებთ ასლან დაბაშიძეს მე დაბაშიძესთან. ანუ ხდება საზოგადოებაში ის მომენტი, როდესაც შვილი ვერ სჯობს მამასა. ამიტომ ნუ გავაიგივებთ ორ ადამიანს ერთმანეთში. რა ვიცი. საზოგადოებამ უნდა გაახილოს თვალი. მე დაბაშიძე არ გახლავთ ის პიროვნება, რომელიც აუგად უნდა მოიხსენიოს, ნუ რა, თუნდაც პრეზიდენტმა, თუნდაც ერთმა მოქალაქემ. გადაიტანეს რაღაც იმაში. 9 თურსი ჯერჯობია ისტორია წაიკითხონ, ჩამოვიდნენ, კითხონ აჭარლებს, კითხონ პროფესორებს, უბრალოდ ლექტორები შემზარავი იყო, მე მასწავლე ერთი ლექტორი, ვინც იქ იდგა, ისტორიას მიკითხავდა და ეროვნულობაზე, ისტორიაზე მესაუბრებოდა ხმამაღლად და მე უბრალოდ დღეს სასატირლად მაქცეული ადამიანი მე ვაფასებდი მის ქმედებას, მის მოთხოვნებს ჩემს მიმართ. უბრალოდ ზოგჯერ ვამბობ, რომ უნდა მრცხვენოდეს ჩემი ლექტორის, რომ ასე მოიცვა და მე დაბაშიძის ასეთ აუგად ხსენებაზე ტაშით კი შეეგება. არ ვიცი რა ვთქვა. უბრალოდ ძალიან ძნელია საუბარი ამ თემაზე. კიდევ ერთხელ ჩემთვის ცოტა არ იყოს და სასაცილოა იმაზე საუბარი, როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ და მდგომი ორგანოები რომ მათ არ იცოდნენ ამ ყველაფრის შესახებ. მე განმეორდები და ვიტყვი ჩვენთვის ყოველთვის ცნობილი ერთი ქართველის მიერ მიწერილ წერილს, სადაც იგი ეუბნება პრეზიდენტს, თუ შენ არ იცოდი რა ხდებოდა ციხეებში, ბარაქალა შენს პრეზიდენტობას და თუ იცოდი, ბარაქალა შენს ადამიანობას. შახი მათ მე დაგისაკითხებია თუ შეიძლება ჟურნალისტმა რა ვიცი. თუ გინდათ აი შემოთავაზება აქედან ან კითხვები დასვით ან რამე ჟურნალისტები შეუძლიათ საზოგადოებას მიმართა თუ გაგიჩნდათ რა რამოდენიმე დღის წინ თქვენ გუშინ უბრალოდ რამოდენიმე სტუდენტი იყო და აპროტესტებდა არა ძალადობას. რატო თქვა სისტემური ხასიათი თუ ექნება თქვენ დღეს თუ რატო არ გაგიჩნდათ ამის სურვილი რომ იქ მისულიყავთ? თუ პრეზიდენტი ნაციონალური მოძრაობის არა თუ პრეზიდენტი თავის ამორჩევლებს ხდებოდა ეს ლეგიტიმურია და შეხვდეს თავის ამორჩევლებს თუ მას კიდევ დარჩა ამორჩევლები შეხვდეს და ჩვენ აქციას ჩვენ სიტყვას ხვალ ვიტყვით დღეს რატომ არ გავაკეთეთ ამაზე რეაქცია იმიტომ რომ ეს პრეზიდენტია მას ამორჩეველი ყავს და ის უნდა შეხვდეს თავის ამორჩევლებს ეს ჩვეულებრივი მომენტია დავამატებ თუ შეიძლება ჩვენმა მეგობარმა ლევონმა განაცხადა უკვე ამ ფაქტზე, მაგრამ არ იყო ჩვენთან ერთად და დავამატებ მის პასუხს, რომ ჩვენ რადგან სტუდენტები ვართ, უფრო მეტად გვაწუხებს ჩვენ საუნივერსიტეტო ცხოვრება, რადგან ჩვენ ქალაქში იხსნება ახალი უნივერსიტეტი, ეს პირველ რიგში შეეხება სტუდენტებს, მოქმედ სტუდენტებს, ანუ დღეს ვინ ვართ სტუდენტები და ჩვენ ეს გავაპროტესტეთ უბრალოდ. და რაც შეეხება რა გავაგრძელებთ თუ არ გავაგრძელებთ ამას, ალბათ კი ხდება 3-ჯერ და 4-ჯერ გახსნა ერთი და იგივე ობიექტის, მაგრამ არ ამგონია კიდე თავიდან რომ გაიხსნას ეს ობიექტი და თუ გაიხსნება კიდე ჩავატარებთ ამ აქციას. უბრალოდ არ არის შესაბამისი დრო იმისა, რომ ქვეყანაში მართლაც საზეიმო ცერემონიები იმართებოდეს. და კიდე უბრალოდ ორიოდე სიტყვით ვიტყვი, რომ იმ დროს, როდესაც ჩვენს ქვეყანაში, რაც იყო სტუდენტების მთავარი მოთხოვნა, რომ დასჯილიყო ის ადამიანები, რომლებიც დღესდღეობით არიან თავისუფალი, ანუ გულისხმობ ბაჩო ახალაიას, სტუდენტობა არ გარჩევდება მანამ, სანამ ეს პროცესი არ განხორციელდება და არ დასრულდება.
გუშინ საქართველოში იმ დროს, როდესაც იყო მთელი საქართველო მთელი ერიტიროდა, ჩვენ შევესწარდა ფაქტი, მოწმენი გავხდით იმ დროს ერთ-ერთი ღონისძიების და ნამდვილად კიდევ ერთხელ ვიტყვი და მას მრავალჯერ გავიმეორებ, რომ დღეს ჩვენ ნამდვილად არ გვეზეიმება, დღეს ქვეყანაში გამოცხადებულია ერთგვარი გლოვა და მანამ სანამ არ დაისჯება ის პირები, რომლებიც არიან არა მხოლოდ მხილებულები, არამედ კიდე კადრს უკან და დარწმუნებული ვარ, ეს პირები მრავლად არიან, სანამ ისინი არ დაისჯება, არც ერთი სტუდენტობა საქართველოში არ გაჩერდება და სტუდენტები იქნებიან იმის მოწმენი და სტუდენტები გახდებიან იმის მარეგულირებელი, რომ ეს ყველაფერი აღსრულდეს და ყველად დაისადოს სათანადოდ. ჩვენ ამით ვასრულებთ ჩვენ შეხვედრას და ისევ და ისევ მოგიწოდებთ, რომ ხვალ პირველ საათზე ყველა მოვიდეთ უნივერსიტეტის წინ.